მოგესალმებით პოლო სამყაროში. აი მოვედი ისევ დაკარგული. ყველა სეზონზე ხდება ხოლმე ტრადიციულად. ჩემო კარგებო, დღეს მოგიტანეთ მე ძალიან გემორიელი ნამწყარი. მოგეხსენებოდ არის შემოდგომა გვაქვს უამრავი ხილი და განსაკუთრებით ბევრია ვაშლი. დღეს მე შემოგთავაზებთ გემრიელი ვაშლის ნამწყრის რეცეპტს, რომელიც არის ძალიან მარტივად მოსამზადებელი, ძალიან სწრაფად და არის ასევე ძალიან ბიუჯეტური. ახლა კი დარჩი ჩემთან და ერთად მოვამზადოთ გემრიელი ნამწყარი. ნამწყრის მოსამზადებლად გვჭირდება, რა თქმა უნდა, ვაშლი. მე მაქვს აქ დაახლოებით 2 კილოგრამი ვაშლი და უმჯობესია თუ გამოიყენებთ უმჟავო გემოს ვაშლს. გვჭირდება აგრეთვე 200 გრამი შაქარი და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი. იმ შემთხვევაში თუ დარიჩინი არ გიყვართ, ამოიღეთ უბრალოდ რეცეპტიდან. ახლა კი შევუდგეთ მომზადებას და პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი. ცომის მოსამზადებლად გვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები, როგორიც არის 700 გრამი ფქვილი, 200 გრამი კარაქიან მარგარინი, რომელიც უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, 4 სუფრის კოვზი ოთახის ტემპერატურის არაჟანი, 200 გრამი შაქარი, ციკვი მარილი, 3 კვერცხი ზომა მედიუმი, საშუალო ზომის, ვანილის ექსტრაქტი, ვანილის პასტა ან ვანილის ფნილი და 2 ჩაის კოვზი გამოფხვირებელი. ცომის მომზადება არის ძალიან მარტივი. ყველა ინგრედიენტს უბრალოდ შევურავთ ერთმანეთში, მივიღებთ ერთმთლიან მასას, შემდეგ მოვათავსებთ მაცივარში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, რომ დავასვენოთ და ამასობაში ჩვენ უკვე მოვამზადოთ ვაშლის შიგთავსი. ავიღოთ დიდი თასი, მოვათავსოთ შიგნით ფქვილი, ფქვილს დავუმატოთ 2 ჩაის კოვზი გამოფხვირებელი. აი, როგორც უკვე ხედავთ, 2 ჩაის კოვზი. შემდეგ უმატებთ არაჟანს. უმატებთ ოთახის ტემპერატურის კარაქს ან მარგარინს. დავუმატოთ ასევე ციკვი მარილი, დავუმატოთ ასევე შაქარი და უმატებთ კვერცხს. ვანილი. შეგიძლიათ ნამწყრის ცომი მომზადოთ უბრალოდ ხელით, ან მომზადოთ მიქსერით. უბრალოდ როდესაც ცომი შეიკრება, არის უკვე მზად. ცომი უკვე მოიზილა, ჩემო კარგებო, დაჭირდათ რაღაც 1-2 წუთი, მეტი არ არის ნამდვილად საჭირო. როგორია, ხელზე არ მეწებობა ესეთი ცომია. ვაშლი ჩვენ ახლა გავასუფთავოთ, მოვაცალოთ ყუნწი, ამოუღეთ შუაგული. შეგიძლიათ ასევე გათავოთ, შეგიძლიათ ისევე დატოვოთ, მე კი გადავწყვეტე რომ ახლა უბრალოდ გავთავო ვაშლი. და პირველ რიგში ჩვენ ამ შუაგულით გავანთავისუფლებ, რომ ზედმეტი აი ეს რომ ზედმეტი არაფერი შეყვეს. გავთალეთ, გავხეხეთ კიდეც. ახლა გადავიტანოთ უკვე ტაფაზე. ვაშლი ვშუშოთ იქამდე, სანამ სითხეს ბოლომდე არ შეიშრობს. შუშის დროს უნდა დავუმატოთ ასევე შაქარი, დავუმატოთ დარიჩინი. ბოლოს კი უმატებთ ნიკოს, როდესაც უდნავ შეგრძელდება და შიგთავსი არის უკვე მზად. ნახეთ რამდენი სითხე აქვს. ეს სითხე უნდა შეიშროს. დავუმატოთ შაქარი. როგორც უკვე ხედავთ, ვაშლი მზად არის. ნახეთ, ამოშრა წყალი. თან უნდა ურიოთ, რომ არ მიიწვას. თუ კი სურვილი გექნება, დაუმატეთ მაგალითად დარიჩინი.
აი ასე. ფერ შეიცვლის, რა თქმა უნდა. დავუმატებ კიდევ 100 გრამ ნიკოს, ეს არის მხოლოდ თქვენი გემოვნები. თუ გსურთ, დავუმატებ ძალიან მოხდება ნიკოს. საკმარისია უკვე. აი ესეა, დაახლოებით დავქვეყნახეთ და მოვურიოთ კარგად. შემოკარგებულ შემდეგ ეტაპი ცომი იმყოფებოდა ამ კვირის განმავლობაში მაცივარში. გაცივდა ძალიან კარგად. ჩვენ ახლა ეს გავყოთ ორ ნაწილად, გავაბტყელოთ, გასაბტყელებლად, თუმცა გვჭირდება გამოვიყენოთ ფქვილი და გადავიტანოთ ფორმაზე. და გავაბტყელოთ. თუ გაგიჭირდეთ გაბტყელება, აიღეთ პერგამენტის ქაღალდი და ზედ პერგამენტის ქაღალდზევე გააბტყელეთ. ძალიან მორჩილი, საკმაოდ დამჯერი, ასე რომ არ გაგაწვალებთ და არ გაგაბრაზებთ. გამოვაცხობ აი ასეთ ფორმაში. ზუსტ ზომებს დაგიტოვებთ აუცილებლად დაბლა ინფობოქსში. ამაზე არ დაუხმეთ პერგამენტის ქაღალდს, უბრალოდ მოვასხურებ ზედს, ცხიმს და მოვაყრით ცოტა ფქვილს. ეს კი დროებით გადავიტანოთ გვერდზე. მოვასხუროთ ცხიმი, თქვენ წაუსვით. შეგიძლიათ ცხიმი წაუსვოთ. კარგი იქნება ეს მარგარინი, მოკლედ რაც გაქვთ. შემდეგ მოვაყაროთ ფქვილი. ასე. ასე. ძალიან უბრალო, ძალიან მარტივი პროცესია. უმეტები რაც ექნება ზედმეტი ცომი, ის ან ჩაუფინეთ შეგნითვე, ან და მოაჭერეთ უბრალოდ. ახლა გადავიტანოთ უკვე შიგ თავს ისეთ. ესე გადავანაწილოთ ყველგან კარგად. თანაბრად. შემდეგ დავაწყები აი ასე რომ გავათანაბრო ყველგან. ესე. ახლა გავაბტყულოთ კიდევ ცომი. შემოკარგებულ გავაბტყულოთ ახლა ცომის მეორე ნახევარიც. აქამდე იყოფებოდა მაცივარში. ცომი არის ძალიან მორჩილი. აი ძალიან თავისით მოყვებათ. ნახეთ? ჩამოვაჭრათ ზედმეტები და რაც აქვს ზედმეტი ცომი შიგნით ჩაუფინოთ აი ასე. შიგნით ჩაუბრუნეთ ცომი. შემდეგ შემოკარგებ უკვე გამოსაწყობად გამზადებული ნამწვარი ზემოდან დავუჩხვლიტოთ აი ესეთი ჩხირით. რომ ცომი არ გაიბეროს. ეს აუცილებელი და დაჩხვლდეთ. ახლა კი ნამწვარი გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. დაახლოებით 30-35 წუთი. ბაშლის ნამწვარი უკვე გამოწვა.
ძალიან კარგად გაცივდა უკვე. ბოლომდე არის გაციებული, რამოდენიმე საათი გავიდა უკვე. ახლა შეგიძლიათ ნამცხვარს მოაყაროთ უბრალოდ შაქრის პუდრა, ან გააკეთოთ კაკაოს მინანქარი, ჩვენ ძალიან გვიყვარს კაკაოს მინანქარი, ან გაადნოთ შოკოლადი და ამოტოთ სულ ცოტა ცხიმი და ის მოსხათ ზემოდან, ან როგორც უკვე აღნიშნე, ჩვენ ძალიან გვიყვარს და მოგწონს კაკაოს მინანქარი, რომელსაც ახლა მოვამზადებ. მინანქარის მოსამზადებლად გვჭირდება 5 სუფრის კოვზი კაკაო, გვჭირდება აგრეთვე 6 სუფრის კოვზი შაქარი, გვჭირდება დაახლოებით 12 სუფრის კოვზი რძე და 80 გრამი კარაქი. მომზადება არის ძალიან მარტივი, ეს არაერთხელ ვიდეოში გვაქვს უკვე მომზადებული. კაკაო და შაქარი აურიოთ ერთმანეთში კარგად. გავმოდებთ ასევე შაქარს. შემდეგ უმატებთ რძეს და შაქარი და კაკაო კარგად უნდა გავხსნათ რძეში. გამზადებული მინანქრის მასა დავდგათ უკვე დენის ქურაზე, თან ურიოდ გამოდმებით. ხელი არც ერთ შემთხვევაში არ აიღოთ და ყურადღება არ მოდნოთ, თორემ ეს მასა ძალიან მალე იწვის, ამიტომ ურიოდ გამოდმებით, ამასობაში შაქარიც გადნება, წამოდუხდება ერთხელ და მინანქარი არის უკვე მზად. შემდეგ კი დავუმატოთ უკვე კარაქი ან მარგარინი და თუ გაქვთ ქოქოსის ცხიმი არის კიდევ უფრო უკეთესი. ქოქოსის ცხიმი აძლევს განსაკუთრებულ სიპრიალეს საერთოდ მინანქარს და ყოველთვის ურჩევენ ხოლმე ქოქოსის ცხიმის დამატებას. მე მინანქარი უკვე მოდგდა როგორც ნახეთ. ახლა ცხელსვე დავუმატოთ უკვე კარაქი. მინანქარი უკვე მზად არის შემოკარგებულ, ახლა სულ ოდნავ შევაგრილოთ და მოვასხათ ზემოდან ნამცხვარს. გავუკეთებ ისევ ფორმას ზედ და მოვასხავ მინანქარს. ეს უფრო პრაქტიკულია, იმიტომ რომ ის დამეხმარება იმაში. თვითონ ეს ფორმა დამეხმარება იმაში, რომ მინანქარი კარგად გადავანაწილო. მინანქარია როგორ პრიალებს ხომ ხედავთ კარგად. ჩემ კარგება ხოლმე გავაჩეროთ კიდევ ნამცხვარი იქამდე სანამ არ შეშრება მინანქარი და ბოლოს დავჭერთ. მოსახვედი ხმო მეუბნება რომ დაჭარო მის ფორმებად. გავწმინდოთ დანა და ჩამოვჭრათ კიდევ. ჩავჭდები ნავში და მივდივარ სახლში. სწორად ჩამოვჭრათ. ნამცხვრის დაჭრის დროს ყოველთვის ნერვიულობ. აი ასე. ლამაზად ჩამოვტეხოთ კიდევ გვერდები. დავიწყოთ ისე. ოპლა. შემოგარგებო, ნახეთ როგორია.
როგორია პირდაპირ პირშიტნება მეორე ოთახში ბავშვები მეთმევენ და აგაგიკვირდეთ თუ რამე ხმები გაიგოთ მოკლედ ამასობაში დამიღამდა სანამ მე ვიდეო რეცეპტი დავამთავრე როგორი რბილია ეცეთ ვერც კი წარმოიდგინე საოცრად რბილი და არომატულია ძალიან დარიჩენს დავამატებდი აუცილებლად კიდევ ბავშვებო წყნარად ვიდეოს ვიღებ დავავალ მე ვაჭერებ ხალხს თუ კი სახში არიან ვერ ვაჭერებ როგორც უკვე ნახეთ სულაც არ არის ნამწვრას მომზადება რთული სახლის პირობებში ახლა კი დაგემშვიდობები და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში თუ მოგეწონათ დალაიქე და გამოიწერა ახლა იმითაც რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები დროებით